ქაბატონო გიული. შვილის შემდეგ ახლა დედა გარბის, თუმცა სააკაშვილ ალასანიას წარსული ყველგან ეწევა. ჟურნალისტების შეკითხვებს გაქცეულ გიული ალასანიას პასუხების გაცემა მაინც მოუწევს, თუმცა ახლა უკვე გამომძიებლებისთვის. ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელი სააკაშვილების ოჯახთან ქონებრივ დავას იწყებს. დავით გურგენიძემ პროკურატურას მიმართა და ალასანიას ქონების დაყადაღება და ამ ქონების ტექნიკური უნივერსიტეტისთვის დაბრუნება მოითხოვა. ამბობს, რომ ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ქონების წართმევის პროცესი 2006 წელს დაიწყო და 2008 წელს დასრულდა. მაშინ, როცა ქვეყანაში ომი იყო, სააკაშვილმა უნივერსიტეტის შენობა დედამის ერთლარად მიყიდა. ეს არის უდიდესი ტერიტორია, ისტორიულად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტერიტორია. ამაზე დაახლოებით 22,000 კვადრატული მეტრას შენობა ნაგებობებია. აქ არის სპორტული მოედნები, სტადიონი, ლაბორატორიები. ზოგში არის გადახდილი ერთლარად არის, ზოგი არის სხვადასხვანაირად წაღებული. ომის დროს და არა მარტო ომის დროს მიმდინარეობდა დაახლოებით 2-3 წელი მიმდინარეობდა ამ ქონების ასე ვთქვათ არაკანონიერი დატაცება. გურგენიძის ნამბობის თანახმად 2008 წელს ყოფილი პრეზიდენტი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე ზრუნვის ნაცვლად საკუთარი ოჯახის გამდიდრებაზე ზრუნვას იწყებს. ტექნიკურ უნივერსიტეტს 22,000 კვადრატული მეტრის შენობას ართმევენ და იქ ალასანიას უნივერსიტეტი იქმნება, რომლის ამჟამინდელი ხელმძღვანელიც ირწმუნება, რომ მესაკუთრე მქონებაში მილიონობით ლარი გადაიხადა, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვთ. საქართველოს უნივერსიტეტს ყველაფერი კანონიერად აქვს შეძენილი აუქციონზე, საჯარო აუქციონზე და ფული აქვს გადახდილი მრავალი მილიონი დოლარი და არა ერთი ლარი. ვერ მიიღებდა ფულს ტექნიკური უნივერსიტეტი, იმიტომ რომ ეს ქონება ეკუთვნოდა ეკონომიკის სამინისტროს და არა ტექნიკურ უნივერსიტეტს. კორუფციული საქმის ირგვლივ კითხვები ბევრია, მართველი გუნდი კი გამოძიების შედეგებს ელოდება. თუმცა მანამდე სახელმწიფო პარტიაში თანხმდებიან, რომ სააკაშვილის ოჯახმა არაერთი დანაშაული ჩაიდინა. ასე ფიქრობენ საპარლამენტო ოპოზიციაშიც. ამბობენ, რომ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით დავით გურგენიძის მოთხოვნა ლოგიკური და დროული იყო. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა გადაეცა ერთლარად პრეზიდენტის ოჯახის წევრს, ხო? რაც არის, აბსოლუტურად ღია თავხედობა, ყველაფერს რო თავი დავანებოთ, რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება ამ საკითხის შესწავლა და არჩევანი დავალოდოთ შესაბამისი უწყებების პასუხს. ნებისმიერ სახელმწიფოში ზოგადად კითხვები დაისმევა, რასაკვირველია, როდესაც პრეზიდენტი თავის ოჯახს დედამის ჩუქნის შენობას. როდესაც ამას განგებ, გეგმაზომიერად, ჩვენი თანამდებობიდან გამომდინარე აძლევ ოჯახის კონკრეტულ წევრს, რასაკვირველია, ეს დანაშაულია. ერთლარად, როდესაც პრეზიდენტის დედა იღებს ასეთ მნიშვნელოვან ქონებას, კითხვის ნიშნები ჩდება ცხადია. პრეზიდენტი შენი ოჯახის წევრი ამ ტიპის ქმედებაში არის, ვფიქრობ, ეს ძალიან რბილად რომ ვთქვათ, ძალიან სუდია. მაშინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა დედამის გადასცა ტექნიკური უნივერსიტეტის შენობების ძალიან დიდი რაოდენობა და ბუნებრივია, რომ რექტორმაც და მისმა მხარდამჭერებმაც მოითხოვეს და დღემდე ითხოვენ, რომ აღნიშნული საქმე იქნას გამოძიებული. ტექნიკური უნივერსიტეტის გასხვისების საქმეს ახლა პროკურატურა შეისწავლის. რა სამართლებრივი ფასის გადახდა მოუწევთ კორუფციული საქმის ავტორ დედაშვილს, ეს სწორედ გამოძიების დასრულების შემდეგ გაირკვევა.